მოგესალმებით დაგლოცოთ ღმერთმა, მშვიდობა და წყალობა არ მოგაკლოთ. ჩვენ ვისაუბრეთ წარმართულ რელიგიებში კერპთაყვანისმცემლობების გამოვლინების შესახებ, ასევე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ შეიძლება ადამიანი საკუთარი მეს თაყვანისმცემელი იყოს და აქაც ჩანაცვლება ხდება ღვთის თაყვანისცემისა საკუთარი თავის თაყვანისცემით და ახლა ჩვენ გსურს ვისაუბროთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც დაკავშირებულია უფრო თანამედროვე რელიგიებთან, პაპიზმთან, კათოლიციზმთან და პროტესტანტიზმთან, თუ რა საფუძვლებზე დაფუძნდა და ამოცენდა ეს ცრუ შეხედულებები. ჩვენ ვიცით, რომ წარმართულ რელიგიებშიც არსებობდა იდეა, რომ ადამიანი პირველქმნელი ცოდვით არ იყო დაზიანებული და ქრისტიანულ ეპოქაში კიდე ერეტიკოსებს შორის ხშირად ეს თეზა კვლავ გაჩნდა, მაგალითად პირველი ერეტიკოსების, როგორებიც არიან ნებიონელები, გნოსტიკოსები და მანიქეველები, ისინი უარყოფდნენ პირველი ქმნილი ცოდვის დოგმატს და მათი აზრით ადამიანის ბუნება არ შეიცვალა, იმიტომ რომ ადამიანი არასდროს დაცემულა. ასეთი მკრეხელური და ცოდვისმიერი აზრი სუფევდა მე-5 საუკუნის ბრიტანეთში. გამოჩნდა ერეტიკოსი ვინმე პელაგი, რომელმაც კონცეპტუალურად ჩამოაყალიბა სწავლება ადამიანის ბუნებით ცოდვის დაუზიანებლობის შესახებ და მისი აზრით ადამიანის ცოდვას არანაირი კავშირი არ აქვს მის ბუნებასთან. ცოდვა რაღაც შემთხვევითია, ის გაჩნდა ადამიანის თავისუფალნებით და რადგან ცოდვის ჩადენა არჩევანი დამოკიდებულია უშუალოდ ადამიანზე, მაშინ მას, რა თქმა უნდა, შეუძლია ცოდვა არც ჩაედინოს, შესაბამისად იყოს უცოდველი. და რა კი ცოდვა ადამიანის ბუნებაში არ არსებობს, მათი აზრით, შედეგად არ შეიძლება ადამიანის ცოდვა ყველა ადამიანზე მემკვიდრეობით ვრცელდებოდესო. და ამდენად ყველა ადამიანი აი ამ პირველქმნელი ცოდვის გარეშე შეიბადება და როგორებიც იყვნენ ადამი და ევა, ესე იგი დაცემამდე. ეს სწავლება, რა თქმა უნდა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ადამიანში ყველამ ცოდა ესეა მართლმადიდებლური სწავლების შესაბამისად, იმიტომ რომ ადამიანის ცოდვა ჩამდენი იყო ნებისმიერი ადამიანი, ესეთია მამათა სწავლება და პელაგიანობამ კი აი ეს სწავლება მთლიანად უარყოდა თავისი ცდომილება შემოიტანა, რამაც შემდეგ თავისი განცვლება პოვა უკვე სხვა რელიგიებშიც, რაზეც მოგახსენებთ. ესე იგი, პელაგიანობამ უძლიერესი ზეგავლენა მოახდინა ძმამდად, ანუ მთელი დასავლეთის უკვე მომდევნო აზროვნებაზე და აი ამ მოსაზრების თანახმად ცხონების საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა ღვთის მადლსა და შეწევნას, არამედ ადამიანის ძალისხმევას ენიჭება. და აი ამ თვალსაზრისით ყურადსაღებია ლათინების მოსაზრებაც, ანუ თითქოს მაცხოვარმა პეტრე მოციქულის სახით პაპს გადასცა ამ ქვეყნიური მეუფება, ესეც სწორედ აქედან გამომდინარეობს და ასეთ ტექსტს სახარებაში ქრისტეს მიერ თქმულს ვერ პოულობ ჩვენ, მაგრამ მსგავსი კონტექსტი ეშმაკის პირით ნამდვილად გვესმის, როდესაც მაცხოვარს გამოცდის დროს უდაბნოში ეუბნება, რომ შენ მიქცე ამისა ყოვლისა ხელმწიფებაი და დიდებაი მათიო. ასე იგი, ეს იგულისხმება კათოლიკების ახირება, რომ თითქოს და პეტრე მოციქულს მისცა ხელმწიფება ყოველივესი კლიტენის სასუფეველისა, ხოლო დანარჩენი მოციქულები თითქოს და მასზე ნაკლები ყოფილიყვნენ, ესე იგი, რანგით, რაც კატეგორიულად უარყოფილია მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის მიერ. დასავლეთ ევროპის ისტორიას რომ გადავხედოთ, მკაფიოდ დავინახავთ, რომ
ამ ქვეყნიური ხელმწიფების პრეტენზიას სწორედ რომაული კათოლიციზმი აცხადებდა და ლათინებმა დაივიწყეს, როგორც ჩანს, სასულიერო უფლებამოსილებების არსი, ბუნება და საზღვარი და აი ამ მმართველობითი ნიმუში მათთვის საერო ხელისუფლების მმართველობითი სისტემა გახდა და ამის შედეგად გაჩნდა ესეთი დილემა, რომ რომელი მმართველობა სულიერი თუ საერო არის უპირატესი და რომის პაპები ხშირად შთააგონებდნენ ხალხს, რომ სასულიერო უფლებამოსილება უპირატესია საეროზე, თუმცა არც საერო მმართველობით ფორმაზე ამბობდნენ უარს და ასეთი მსოფლმხედველობის გამყარების მიზნით ლათინებმა შექმნეს ეს ორი მახვილის თეორია, მაგალითად, სულიერი და მატერიალური და ამ უკანასკნელს პაპები აძლევენ მონარქებს, ესე იგი ამ უფლებამოსილებას, რომლებმაც თავიანთი ძალაუფლება პაპის სამსახურში უნდა ჩააყენონ და გამოიყენონ. შედეგად ეს რომაული კათოლიკური ეკლესია საეკლესიო სახელმწიფოში გადაიზარდა, ესე იგი ვატიკანის სახით და თავისი არსით პაპი არის უკვე ზემდგომი, როგორც ამას ეკლესია განმარტავს, ანუ პაპა ცეზარისთან გვაქვს საქმე. ესე იგი, აქ ვხედავთ ჩვენ, რომ უკვე სასულიერო იერარქია მზე აიღო, რაც პრინციპიალურად ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ ხედვას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ დედა ეკლესია არ ერევა სახელმწიფო საქმეებში, ასევე სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის სახეებში, ესეთია დამოკიდებულება მართლმადიდებელი ეკლესიისა, მაგრამ იქ სულ სხვაგვარი რამ მოხდა, ესე იგი პირველ ადგილზე დგას პაპი, შემდეგ დიდგვაროვნები, კარდინალები, ხოლო ჩინოვნიკები, როგორც სამდელოება და სასულიერო იერარქია კაფიოდ გამორჩეულ საზოგადოების უმაღლეს ფენას წარმოადგენს იქ, ხოლო მორწმუნე ხალხი უსიტყვო ბრბოდ მიიჩნევა, ეს კარგად ჩანს თანამედროვე პაპიზმშიც, სადაც პაპებს უფლება ეძლევათ მიიღონ ნებისმიერი კანონი, რომელიც თვით მსოფლიო კრებებზე წაღმატებულად მიაჩნიათ მათ. და პაპის ყველა ეს ბრძანება უპირობოდ უნდა შესრულებულიყო და შედეგად რომში, აი ამ ქრისტიანულ ფასეულობებზე ამ ქვეყნიური ფასეულობები ჩაენაცვლა და ეკლესია აქტიურად ჩაერია პოლიტიკაში, რის შედეგადაც ჩვენ ხედავთ, რომ საეკლესიო კანონებს სახელმწიფოებრივი კანონის ძალა მიენიჭა და რომაული კათოლიციზმი მთლიანად ამსოფლიური ხელისუფალის თვისებებით განიმსჭვალა და ამავე მეთოდებით მოქმედებას შეუდგა. და გაჩნდა ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ინკვიზიციებიც, რომელიც ცეცხლზე წვავდა ყველას, ვინც არ ემორჩილებოდა პაპის დადგენილებებს, პაპების ამგვარი უსაზღვრო უფლებამოსილებებმა აქამდე განდიდებულ პონტიფიკებს კიდევ უფრო მეტი უფლებამოსილება მიანიჭა, კერძოდ ვატიკანის პირველი კრების შედეგად რომის პაპი უცდომელად აღიარეს და აზრი პაპის უცდომელობის შესახებ კათოლიკეთა შორის ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გავრცელდა. ჩვენ ვიცით, რომ იეზუიტებმა ტრიენტის კრებაზე განაცხადეს, რომ უცდომელობა პაპის კუთვნილებაა, მაგრამ მე-19 საუკუნემდე ეს სწავლება კერძო აზრად რჩებოდა, ანუ არ იყო სავალდებულო, ესე იგი კათოლიკური საკრებულოს ყველა წევრისათვის და მე-19 საუკუნეში აი ამ იეზუიტურ ულტრამონტალური პარტიის, ესე იგი მიზანი გახდა, რომ ეს სწავლება ყველასათვის სავალდებულო დოგმატად ექცია და ესეც განხორციელდა 1869 წლის 18 ივლისს, როდესაც ვატიკანის პირველ კრებაზე პაპის უცდომელობის დეკრეტი მიიღეს და ამ დეკრეტში შემდეგი რამე განაცხადეს, რომ
წმინდა კრების თანხმობით ვასწავლით და ვადგენთ ღვთის მიერ ჩვენთვის განცხადებულ დოგმატს, როდესაც რომის პაპი ქადაგებს ექს-კათედრიდან, როგორც ყველა ქრისტიანის მწყემსი და მოძღვარი, აღასრულებს თავის მოვალეობას და ზეგარდამო მონიჭებული ძალაუფლების საფუძველზე განაჩინებს სწავლებას სარწმუნოებისა და ზნეობის შესახებ. და ეს სავალდებულოა მთელი ეკლესიისთვის, ამ დროს იგი ღვთაებრივი მხსნელის მიერ თავისი ეკლესიისთვის მინიჭებული უცდომელობის მფლობელია და იმ ღვთაებრივი შეწევნის ძალით, რომელიც ღმერთმა აღუთქვა მას წმინდა პეტრეს სახითო. აქედან გამომდინარე, რომის პაპის დადგენილებები მათი აზრით თავისთავად ეკლესიის თანხმობისაგან დამოუკიდებლად ესეთი ძალის მქონია, რომ არანაირ ცვლილებას არ ექვემდებარებაო. ჩვენ ხედავთ, რომ პაპისტები ყოველგვარ ზღვარს გავიდა და თვით მსოფლიო ეკლესიის კრებების კი უარყვეს და მაღლა დააყენეს პაპი, ამრიგად რომაული კათოლიციზმის სწავლების თანახმად, როდესაც რომის პონტიფიკი მიმართავს, ესე იგი სიტყვით კათედრიდან, ის გამოდის, რომ უცდომელია, რაც ნიშნავს უდიდეს ცოდვას, იმიტომ რომ ჩვენ პირველმა მსოფლიო კრებამ დაგვიდგინა ძმამდადანო, რომ არავინ არს უცოდველი გარდა მხოლო ღმერთისა, იესო ქრისტესი, რომელიც მოევლინა ამ ქვეყნად და მოგეხსენებათ დოგმატის მიღება, ფორმულირება მეტად მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ, ის შემდეგში რა თქმა უნდა განსაზღვრავს ადამიანის საზოგადოების სულიერ და კულტურულ ცხოვრებას და აღნიშნული დოგმატი ფარულად შეიცავს ძმამდადანო ძეღვთისას ქმნილი ბუნების თეზას, მართლმადიდებლური სწავლების თანახმად უცოდველი, როგორც მოგახსენეთ, მხოლოდ ქრისტე ღმერთია, ამდენად თუ ვინმე ადამიანს უცდომელად ვაღიარებთ, უნებლიეთ იმასაც ვამბობთ, რომ უცდომელობა დამახასიათებელია ადამიანისთვისაც. ასე რომ მხოლოდ ეს უფლებამოსილება მხოლოდ ღმერთკაც იესო ქრისტეს ბუნებაში დევს, თვისება გახლავთ მისი და ამ ლოგიკის თანახმად რომის პაპებმა შეიძინეს თვისება ეს უცდომელობა ბწყალებში, და ღმერთი იესო ქრისტე არის მხოლოდ ადამიანი, თუ მაგ ლოგიკას მივყვებით, ვინაიდან არავინ არს, როგორც მოგახსენებთ, უცოდველი გარდა მხოლოდ ღვთისა. სწორედ ამიტომ შეიცავს ეს დოგმატი ფარულად ქრისტეს ქმნილი ბუნების თეზას, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და თანამედროვე ღვთისმეტყველები პირდაპირ განაცხადებდნენ ამ მწვალებლური მსოფლმხედველობის შესახებ. პირველმა მსოფლიო მკრებამ ნიკეაში დაადგინა, რომ მამა ღმერთის ძე არის სიტყვა უცოდველი და უცდომელი ღმერთი. მეოთხე მსოფლიო კრებამ კიდე ქალკედონში დაადგინა, რომ იესო ქრისტე არის ერთი პირი და ერთი ჰიპოსტასი ორ ბუნებაში შეურწყმელად, განურჩევლად, განუყოფლად მყოფი და როდესაც რომის ეპისკოპოსის უცდომელობის სწავლებით პაპიზმა უარყო ეს მსოფლიო კრებების ეს ორი ზემოხსენებული დადგენილება, რითაც უცოდველი და უცდომელი ქრისტე ღმერთის ნაცვლად ცოდვილი ადამიანი, ესე იგი რომის პაპი გამოაცხადა. და კონსტანტინოპოლის კრებამ 1895 წელს განაცხადა, რომ აღმოსავლეთის მართლმადიდებელი კათოლიკე ქრისტეს ეკლესია არ აღიარებს არავის სხვას დედამიწაზე უცდომელად, უცოდველად განკაცებულ ძე სიტყვა ღმერთის გარდაო. და თავისი განცხადებით, რომ ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, პაპი უცდომელია, გნებავთ ექს-კათედრიდან ნათქვამი, ამახინჯებს და უარყოფს ოდითგანვე განსაზღვრულ ჭეშმარიტებას, რომელიც მსოფლიო კრებებმა დაადგინა და ამრიგად პაპიზმის სურს მას ეს თუ არა, არის არიანული ერესში ვარდება, ვინაიდან თავისი სწავლებით აცხადებს, რომ ღმერთკაცი იესო ქრისტე არ არის ერთადერთი უცდომელი, აქედან გამომდინარე ის არ არის ღმერთი. შესაბამისად, პაპიზმი როგორც ერესი მსოფლიო კრების მიერ ანათემას ქვეშ იქნება მოქცეული და წმინდა ეკლესიის
საგანძურში ჩვენ ვიცით რომ წმინდა მამათა თხზულებებში პაპის უცდომელობის ესე იგი საპირისპიროდ სხვა მასალის ციტირება შეიძლება ფიქრობთ ცალკე წიგნათაც გამოცემასაც მოითხოვს ის და უკეც არის გამოცემულები და ეს მასალა და თუ ისტორიაში ჩავიხედავთ ნახავთ რომ რა ხშირად სწოდავდნენ კიდეც რომის მთავარ ეპისკოპოსები ამის გამო გმობდა მათ ეკლესია და აი ამ თვალსაზრისით საინტერესო არგუმენტებს პოულობ თავად რომაულ კათოლიკური ეკლესიის ესე იგი ეპისკოპოსების თხზულებებში აი მაგალითად შტროსმაიერი ამ ვატიკანის პირველ კრებასთან დაკავშირებით ესეთ რამეს წერს რომ თუ ჩვენ პიუს მეცხრეს უცოდველად ვაღიარებთო მაშინ ვალდებულნი ვართო ყველა მისი წინამორბედებიც ასევე უცოდველად ვაღიაროთო და კეთილი მაგრამ აქ პატივცემლო ძმებო ისტორია თავის ავტორიტეტულ ხმას იმაღლებს რადგან ზოგიერთი პაპი მძიმედ სწოდავდა მაგალითად პაპი ვიქტორი თავიდან მონტანიზმის აღიარებდა ხოლო შემდეგში უარყო იგი მარცელიანე ასევე კერთაყვანისმცემელი იყო ის შევიდა ვესტას ტაძარში და კებს მსხვერპლი შესწირა და თქვენ იტყვითო რომ ეს მისი სისუსტის გამოხატულებაა მე კი ვამბობ რომ ქრისტეს ნაცვალი მოკვდება მაგრამ განდგომილი არ გახდებაო და ლიბერიუსმა მე-4 საუკუნეში არიანელობა მიიღო რათა კათედრაზე აღედგინათ ის და გონორიუსი მონოფიზიტობას იზიარებდა პასკალიუს მეორე და ევგენი მესამე დუელის ნებას ეძლეოდა პიუს მე-4 კი იულიუს მე-4 გძალავდნენ მას და პავლე მე-3-ის მიერ ნებადართული იეზუიტების ორდენი გაანადგურა პიუს მე-7-მ კი ის აღადგინა ამრიგად თუ ჩვენ დღევანდელ დღესო ამბობს ესე იგი კათოლიკე ღვთისმეტყველი უცოდველად ვაცხავდებთ პაპსო მაშინ უნდა დამტკიცდეს შეუძლებელი ანუ ის რომ პაპები ერთმანეთს არასოდეს ეწინააღმდეგებოდნენ ანდა გვითხრან რომ სულიწმინდის გამოცხადებით ესე იგი ეუწყათ მათ რომ პაპის უცდომელობა იწყება მხოლოდ 1870 წლიდან და ვინ გაბედავს ამის თქმასო როგორც ხედავთ ძმანდა დანო რომის პაპები ხან ერესში ვარდებოდნენ ხან არნახულ უზნეობაშიც არიან მხილებულნი ამის შესახებ ჩვენ ვიცით მრავალი ცნობა არსებობს და მრავალი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ფიქრობთ ამ ეტაპზე არ არის ამის გაკეთება საჭირო და ვიტყვით დასკვნის სახით რომ პაპის უცდომელობის აღიარება ქრისტეს ეკლესიისთვის არის უდიდესი გრეხელობა და ვინაიდან ეკლესია არის სხეული სწორედ უცდომელობის კრიტერიუმი სწორედ დედა ეკლესიას გააჩნია მართლმადიდებლ ეკლესიას რომელიც თავის უცდომელობას მსოფლიო საეკლესიო კრებებზე გამოხატავს და ჩვენ ვამბობთ ერთის მხრივ იმას რომ პაპის უცდომელობის აღიარება ნიშნავს რომ ეკლესია უცდომელობის უარყოფას ნიშნავს ფაქტიურად და მეორეს მხრივ თუ უცდომელი მარტო ღმერთკაცი არ არის მაშინ ამის შედეგი ადამიანის გაღმერთება იქნება და ამრიგად ღვთის ნებისა და სწავლების აშკარა უარყოფის გამო ჩვენ რომაულმა კათოლიციზმმა განაგდო ღმერთი თავისი ცხოვრებიდან და ადამიანი გააღმერთა ფაქტობრივად და უმაღლეს ფასეულობათა და კრიტერიუმად დააყენა სწორედ რომის პაპი ამით მან ომი გამოუცხადა ღმერთს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავსაც